იყო. მოთხოვებული მომღერლები და სკანდალი Golden Talent-ის სირბლივ კონკურსის გამარჯვებულები ფესტივალის ორგანიზატორებს პროკურატურაში უჩივიან. ფესტივალის ორგანიზატორებს მომღერლებისთვის 10,000-ობით ლარი ერგებათ. აქვთ მისაცემი. Golden Talent-ის ყოფილი ორგანიზატორი დავით ოკიტაშვილი კი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. ის ფესტივალის მოქმედ ორგანიზატორებს ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ჩემი კოლეგა ნინო გუდავაძე. ნინო, საღამოშვიდობის საინტერესოა უფრო კონკრეტულად გამარჯვებული მომღერლების ბრალდებების შესახებ. გაყალბებული ხელშეკრულებები, გაუცემელი ჰონორარები და სიტყვიერი შეურაცხყოფა ღონისძიების მონაწილეების მიმართ. საერთაშორისო ფესტივალად აღიარებულ Golden Talents დღეს უკვე საქართველოში უამრავი მოწინააღმდეგე ყავს. ჩვენ დღეს შევძელით რამდენიმე მათგანის ჩაწერა და თითქმის ყველა ჩვენთან საუბრის დროს აცხადებდა, რომ უკვე რამდენიმე თვეა მათი კუთვნილი ჰონორარი მათ არ მიუღიათ და ეს თანხა დაახლოებით $10,000 შეადგენს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, Golden Talent-ის ორგანიზატორებმა თანხა არ გადაუხადეს როგორც გამარჯვებულებს, აგრეთვე ჩვეულებრივ სცენის მუშებსაც, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ იმას, რომ ფესტივალს ბათუმში წარმატება მოეპოვებინა. მე მას ვაფრთხილებ თქვენი ეთერის მეშვეობით, რომ ის ვალები, რაცაა გადასახდელი, გადაიხადოს, თორე ჩვენ მოვაწყობ ძალიან დიდ აქციას მის წინააღმდეგ. ეს ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ცუდის სიტყვა მოტყუილებული. დავით ოკიტაშვილი ერთ-ერთია იმ 10-ობით მოტყუებულ ადამიანს შორის, ვინც ფესტივალის Golden Talent-ის ორგანიზატორებს უჩივის. დაზარალებული ფესტივალის ჟიურის, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებისა და ხელმძღვანელობის ფინანსური საქმიანობის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. ის ფესტივალის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარჩელ სასამართლოში რამდენიმე დღეში შეიტანს. საქმე $10,000 გაფლანგვას ეხება. ერთხელ და სამუდამოდ აფერისტები, რომლებიც ატყუილებენ ხალხს და მით უმეტეს ამ სფეროში უნდა სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ეს იყო სირცხვილი, რაც ბათუმში ხდებოდა 1-დან 7 სექტემბრამდე. ეს იყო მარაზმი. მე მგზავსი ღონისძიება კი არა, არაფერი არ მინახია ყრუსოფელში. არაფერი. ფესტივალი Golden Talent-ი ბათუმში 7 სექტემბერს დაიწყო. დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ოკიტაშვილი ფესტივალის პრეზიდენტობიდან გადადგა. დღეს ის Real TV-სთან საუბარში აცხადებს, რომ საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები მას სიტყვიერ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამასთანავე გააყალბეს ფესტივალის გამარჯვებული ადგილები. თავხედმა გაუზრდელმა ბავშვმა ღვინო შემასხა სახეში მე. დედის გინება დაიწყეს ჩვენი. აი ესე იდგნენ და აი თქვენი დედებიო იგინებოდნენ. იმიტომ რომ იქაც შაწყობილი იყო, ხვის გაყვანა უნდათ. ეს ერთი, მეორე, რომელიც არავინ არ იცის. ვინც გაიმარჯვა მოლდავეთმა, ვიცით როგორ გაამარჯვებინეს, უთხრეს რომ $20,000 არ მოგცემთ ჩვენ. აი გამარჯვებულ გრან-პრი იყო 20,000. გაგამარჯვებინებთ, თქო ეს თანხა არ მოგთხოვოთ. აი ესე გაიმარჯვა იმან. Golden Talent-ის ხელმძღვანელობას უჩივის კონკურსის მეორე ადგილის მფლობელიც. სალომე ქათამაძეს მისი კუთვნილი თანხა $15,000 დღემდე არ მიუღია. ხელშეკრულების თანახმად მომღერალს ფულადი ჯილდო კონცერტის შემდეგ 30 სამუშაო დღეში უნდა მიიღო. საჩელი შეტანილი მაქვს უკვე პროკურატურაში, შეტანილი მაქვს სახალხო დამცველთან და შეტანილი მაქვს წერილი მაქვს პრეზიდენტთან გაგზავნილი. ველოდები პასუხს. ძალიან ბევრი ვითმინე, და სხვა გზა ვერ ვიპოვე უბრალოდ. ეს კი უკვე ტურისტული კომპანია STI-ა. კომპანია სექტემბრის თვეში ფესტივალზე ჩამოსული უცხოელი ტურისტების გადაადგილებასა და მომსახურებას უზრუნველყოფდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი თანხა $19,000 არც მათ მიუღიათ. ჩვენ არაერთ გზას ვცადეთ დაკავშირება ამ ორგანიზაციასთან, კერძოდ ბატონ აჩიკო დოლიძესთან, მაგრამ მისგან პასუხი იყო ძირითადად ველოდებით თანხების შესაბამის დაფინანსებას და ამის შემდეგ უგაზრდაპირებას დაკავშირებაზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს 2 კვირაში დაახლოებით მიმართოთ სასამართლოს სასჯელით, რადგანაც არანაირი პასუხი ამ კომპანიის ორგანიზატორებისგან არ არის. ორგანიზატორი ვალდებული იყო გადაეხადა საავტორო ჰონორარი, ანუ მონაწილეობის ჰონორარი, ის ჯილდო, რომელიც დაწესებული იქნა და იმ შემთხვევაში თორსით გადახდა არ განხორციელებულა მონაწილეებს, უпростоრად საპრიზო ადგილების მფლობელებს აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და თავიანთი დარღვეული უფლება დაიცვან სასამართლოს წესით. ფესტივალის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს. Golden Talent-ის გენერალური ორგანიზატორი არჩილ დოლიძე ჟურნალისტებს ამ წუთებამდე ემალება. ირკვევა კიდევ ერთი დეტალი, არჩილ დოლიძეს მომღერლების გარდა ფულადი თანხა არც სხვა მოწვეული ორგანიზატორებისა და პროდიუსერებისთვის გადაუხდია. მე კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდი, მე ვიყავი მოწვეული პროდიუსერი, რომელსაც პროექტი ეკუთვნოდა, სატელევიზიო პროექტი. არც მე არ მიმიღია ჩემი ანაზღაურება 30,000 არ მიმიღია. ყველს აქვს ადგილი, მეტი არ აქვს. უბრალოდ თქვა იყო შესაბამისი ფინანსები და შესაბამისი ბიუჯეტი ეს ღონისძიება არ უნდა გამართულიყო.
ფესტივალი ბათუმში 7-დან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა. მისი საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია იმედი იყო. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოსულმა ევროპელმა პროდიუსერებმა უკვე მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამიტომ Golden Talent-თან დაკავშირებული აფიორა შესაძლოა საერთაშორისო სკანდალიც გახდეს. როგორც ცნობილია, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი ჯგუფი Blue და ქართველმა ორგანიზატორებმა თანხა არც მათ არ გადაუხადეს. დიდი მადლობა გუდამაშა, შეაჯანყებული მომღერლები, ჩემი კოლეგა